მოგესალმებით მეგობრებო, ჩემი დღევანდელი თემა იქნება ან გასხივოსნება, ან ეს ტერმინი, ანუ ბუთხი ან ბუთხა, ან სხვანაირად მას უწოდებენ ასევე გამოგვიძებას და შევეცდები, რომ ეს თემა, ეს საკითხი გავშალო ამ ვიდეოში. მაშ ასე დავიწყოთ, პირველ რიგში გასხივოსნება არის ისეთი ცნება, რომელიც შეიძლება ყველასთვის ნაცნობი იყოს მეტნაკლებად, მაგრამ სწორედ ეს ნაცნობობა ხანდახან შეიძლება შევადაროთ რაღაც წყაროებს, ანუ თუ საიდან მოდის, ვინაიდან ეს არ არის, ასე ვთქვათ, დღეს გაჩენილი ტერმინი. ბევრი ადამიანისთვის მიკითხავს, ან რა არის მათი აზრით გასხივოსნება, მაგრამ ან რისკენ მიისწრაფვიან ისინი, იმიტომ რომ ეს რაღაც სულიერი პრაქტიკის მიზანი არის, მისი ნაწილი არის, მაგრამ ბევრს ამ კითხვის შემდეგ თავადაც აღმოუჩენია, რომ უბრალოდ ამაზე ესეთი მკაფიო პასუხი არ აქვს და შეიძლება კონდეს უბრალოდ რაღაც წარმოდგენები ამასთან დაკავშირებით. და როცა ვეკითხები, რომ დავუშვათ, აი რა არის ამის წყარო, ან რატო ფიქრობ, რომ ეს ასეა, შეიძლება პასუხი საერთოდ არ არსებობდეს, ან რაღაც ისეთი წინააღმდეგობების შემცველი პასუხები აღმოჩნდეს, ან ისეთი რაღაც ან პარადოქსები, ხო? ანუ ეს გასხივოსნების თემა დაკავშირებული არის აღმოსავლურ მოძღვრებებთან, იქნება ეს თქვა იოგა, ვედანტა, ბუდიზმი თუ სხვა ტრადიციები, ხო? და ამიტომ ლოგიკური იქნება თუ ამ იდეებს, აი როგორც თავიდან აღვნიშნე, რაღაც თავის წყაროებს შევადარებთ, ხო? ან უბრალოდ შევხედავთ ანუ ამ იდეებს ანალიტიკური თვალსაზრისით. ჩვენ შეიძლება გვითხრან, რომ მაგალითად ანალიტიკა არ არის ან გასხივოსნების გაგებისთვის რაღაც სწორი დამოკიდებულება, სწორი მიდგომა, იმიტომ რომ აქ საჭირო არის ანუ ცოცხალი ჩართულობა, რომ შენ უშუალოდ შენ თავზე გამოცადო, ანუ რაზე არის ანუ საუბარი, მაგრამ იქნება ის სანამ დავუშვათ ადამიანი ჩაერთვება და რაღაცას გამოცდის, უბრალოდ კითხვის ნიშანი დასვას და რაღაც თვალსაზრისით დაფიქრდეს წინასწარ, რისკენ უნდა მიისწრაფოდეს საერთოდ, ხო? არის თუ არა ეს მხოლოდ წმენა, დავუშვათ იმას გავს, რომ რაღაც რო გავიგოთ, ჯერ უნდა დავიჯეროთ, ხო? მაგრამ არის პირიქით მიდგომაც, რომ თქვათ, რაც უფრო ძირითადად ლოგიკურად გვესახება, რომ ჯერ დავაზუსტოთ, საით მივყავართ ამ გზას და შემდგომ აგვირჩიოთ და დავადგეთ ამ გზას, არჩეულ გზას. ვინაიდან თანამედროვე შეხედულებები ამ იდეაზე მხოლოდ ძველის ინტერპრეტაცია არის და ერთ-ერთ უმთავრეს წყაროს, ანუ ბუდიზმი წარმოადგენს, ჩემთვის ძალიან საინტერესო არის, ანუ წლების განმავლობაში და ზოგადადაც მგონია, რომ თვითონ მივმართოთ ბუდიზმს, ანუ რას გვეუბნება ბუდიზმი ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ამ პატარა ვიდეოში ძნელი იქნება, რომ რაღაც ყოვლის მომცველი და ამომწურავი იყოს, ანუ ეს პასუხი, რასაც თქვათ ეს შესაძლოა 2500 წლიანი ტრადიცია გადმოგცემს, მაგრამ მოდით შევხედოთ გარკვეულ ისეთ პუნქტებს, ხო, რაც შეიძლება გამოვყოთ ამ უდიდესი მოძღვრებიდან, ბუდიზმიდან, ხო? პირველი რაც მინდა ჩემი შეხედულება გაგიზიაროთ, არის ის, რომ ბუდიზმში არ არსებობს, ანუ ერთმნიშვნელოვნად ამომწურავი და ჩამოყალიბებული მიდგომა გასხივოსნებასთან დაკავშირებით. მართლაც გასხივოსნება ბუდიზმში არის უმაღლესი მიზანი და მიუხედავად ამისა, არსებობს სხვადასხვა შეხედულებები და ამის მიხედვით ბუდიზმი იყოფა ან სამ ძირითად მიმდინარეობად, ხო? ეს არის თერავადა ბუდიზმი, ეს არის მაჰაიანა ბუდიზმი, შემდგომ უფრო გვიანდელი ბუდიზმი და კიდევ უფრო გვიანდელი ბუდიზმი, ეს როგორც ასეთი ტიბეტური ბუდიზმის სახით, ხო? ეს ქრისტიანობაში შეიძლება შევადაროთ მაგალითად მართლმადიდებლურ, კათოლიკურ ან ვთქვათ პროტესტანტულ ტრადიციებს, ხო? მაგრამ გარდა ამ ასე ვთქვათ ძირითადი დაყოფისა არსებობს მათ შიგნით, ანუ მათ წიაღში უამრავი სექტა და მათ შორის განსხვავება ვთქვათ თვისობრივიც არის და რაღაც ხარისხოვრივიც, ხო? ეს იმის მანიშნებელია, რომ ამ იდეების შემოწმება, ანუ რაღაც ესე ვთქვათ ცდისმიერი თვალსაზრისით შეუძლებელია და ამიტომ რჩება ერთგვარი რწმენა ან პირადი გამოცდილება, ხო? ან რაღაც ჯგუფების გამოცდილება. ჩვენ მაგალითად როცა საუბრობთ იმაზე, რომ რა ექვემდებარება გამოცდილებას საზოგადოს როგორც მეცნიერება, აქ არ გამართობთ იმაზე, რომ თქვათ სკოლაში რომელი ფიზიკა უნდა ვასწავლოთ, ხო? ანუ ფიზიკა
ერთია და ფიზიკაში არსებობს ის რაც უკვე დამტკიცებულია, მაგრამ არსებობს ასევე თქვა თეორიები, რომელიც თქვა ჯერ ექსპერიმენტალურად არ არის დადასტურებული, ხო? აი საკამათო შეიძლება ის იყოს, მაგრამ თვითონ საგანი როგორც ასეთი მეცნიერება არ არის ისეთი, რაზეც ვდაობთ. კი, მას თავისი ლიმიტები აქვს, რაღაცა დავუშვათ არეალში მუშაობს, მაგრამ ექვემდებარება, ასე ვთქვათ, ცდას. ამიტომ პირველი, რასაც მე გამოვყოფ და რასაც ზოგადად, ანუ რაც ეგრევე თვალშისაცემია, ეს გასხილოსნების შესახებ არის ის, რომ ეს შეიძლება მხოლოდ კონკრეტული ადამიანებისთვის არსებობდეს, ან ადამიანების ჯგუფისთვის არსებობდეს ასეთი გამოცდილება, ხო? ფსიქოლოგიურად, ანუ საინტერესო არის, რომ გამოცდილება რაღაცა გამოცდილებით ვიქმნით რაღაცა რწმენას, ხო? ანუ თქვათ, რაც ხშირად მეორდება, ანუ იმის მერე გვჯერა, რომ ეგ ეგრე არის, ხო? მაგრამ არის პირიქითაც, ანუ ჩვენ თუ წინასწარ რაღაცის მიმართ განწყობილი ვართ, ის ქმნის იმ გამოცდილებას, რაც ამ რწმენაში არის, ხო? ესეც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მოვლენა არის. ამიტომ გასხილოსნების მიმართაც ეს მომენტიც დამაფიქრებელი არის, რომ ხო არ არის ის სულიერი პრაქტიკები, რაც პრაქტიკის შედეგად ის განცდები, რაც მოდის, ჩვენივე წინასწარი ჩადებული განწყობის შედეგი, ხო? ახლა მოდით უფრო ახლოს შევხედოთ ბუდიზმს და იმას თუ რაც გადმოგცემს ის გასხილოსნების შესახებ. როგორც უკვე თქვი, ანუ გასხილოსნება უმაღლესი მიზანი არის ბუდიზმის და დაკავშირებულია თავად ბუდიზმის დამფუძნებლის, ანუ ისტორიული ბუდას გასხილოსნებასთან. გადმოცემა გვეუბნება თუ როგორ იჯდა ის ხის ქვეშ მედიტაციაში და მიაღწია გასხილოსნებას. საერთოდ საუკუნეების განმავლობაში ბუდას მიმდევრებს შორის მიდიოდა დებატები თუ რა სახის მედიტაციას მიმართავდა ამ დროს ბუდა. რადგან ეს შესაძლოა სულ არ ყოფილიყო, ანუ მედიტაციის ისეთი ფორმა, რასაც აი დღეს უწოდებთ მედიტაციას, რომ ეს არის აზრების გაჩერება, ან თქვათ, რომ გონება უნდა გათიშო, ხო? ან ყურადღება დააფიქსირო რაღაცაზე. რადგან არის სუტრები, რომელშიც გადმოცემული არის, ანუ ბუდა თვითონ როგორც ყვება თავის ამ გამოცდილებას, რომ ეს მისი მედიტაცია, რის შედეგადაც ის აღწევს გასხილოსნებას, არის რეფლექსიის, ანუ ფიქრის შედეგი, ანუ ცხოვრებაზე ფიქრის შედეგი. ეს არის ერთგვარი ფრუსტრაციის დანახვა, რასაც ადამიანი აღწევს, რაც ადამიანს მოსდის ამ ქვეყნიური და ესე იგი წარმავალი ტანჯვის მომტანი ამავდროულად დაცლილი, ასე ვთქვათ, მეზგან, ხო? ანუ ადამიანი აწყდება ამ ცვალებადობას, აწყდება ამ წარმავალობას, აწყდება ტანჯვის მომენტებს და შესაბამისად რა ბუნებისაც სამყარო არის, ჩემი მეც, რამდენადაც სამყაროს ანარეკლია, ანუ ჩემი მეც რეალობას თვითონ სამყარო განსაზღვრავს, მაშინ ჩემი მეც ასეთივე ილუზორული არის. აი ამაზე ფიქრი მოიაზრება, რომ ეს არის მედიტაცია თვითონ, ანუ ეს განაზრებანი, რის მეშვეობითაც, ანუ რა გზითაც ბუდა აღწევს გასხილოსნებას. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ბუდისტებს შეერათ ამ რეინკარნაციის, ანუ დაბადება სიკვდილის ციკლის, რასაც სამსარა ეწოდება, რაც იწვევს კარმის დაგროვებას პრინციპში და ეს კარმა შემდგომ უკვე ამ კარმისგან გათავისუფლება არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ადამიანი ამოვიდეს ამ დაბადება სიკვდილის ციკლიდან, ხო? როდესაც ადამიანი აღარ დაიბადება საერთოდ, რამდენადაც ეს დაბადება გაიგივებული არის ფრუსტრაციასა და ტანჯვასთან. არ დაიბადება არც ადამიანად, არ დაიბადება არც ცხოველად, არც მოჩვენებად, არც ჯოჯოხეთში და არ დაიბადება ასევე არც სამოთხეში, ანუ თვითონ ღვთაებადაც კი. ხო, ანუ ღვთაებად დაბადება უკეთესია, ვიდრე თქვათ ნეტარების, სიამოვნების თვალსაზრისით ადამიანთან და თქვათ ცხოველად დაბადებასთან შედარებით, მაგრამ ესეც არ არის გათავისუფლება, ესეც არ არის, ანუ საბოლოო ნირვანა. აქედან გამომდინარე არსებობს ბუდიზმში გასხილოსნების 4 სტადია, ანუ პირველი სტადია, როდესაც ადამიანი ხედავს რეალობას, ანადგურებს კარმის მოქმედებას თავის თავში, რის შედეგადაც პრევენციას ახდენს, რომ მომავალ ცხოვრებაში აღარ დაიბადოს, თქვათ, ცხოველად, მოჩვენებად, ჯოჯოხეთში და ასე შემდეგ და იგი ნირვანას მიაღწევს მაქსიმუმ
შვიდ ცხოვრებაში გასხივოსნების აი ამ საფეხურს უწოდებენ ნაკადში შესვლას. ესე შეიძლება ვთარგმნოთ. გასხივოსნების მეორე ეტაპის მიღწევა ეწოდება მიმღწევს უпростоრად ეწოდება ერთხელ დამბრუნებელი, რომელიც ამ სამყაროში კიდევ ერთხელ დაიბადება, ანუ იგულისხმება ჩვენი სამყარო, ანუ სურვილების სამყარო, ხოლო მესამე ეტაპზე ტერმინი არის ასეთი, აღარ დამბრუნებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ნირვანამდე დაიბადება კიდევ ერთხელ, ოღონდ დაიბადება არა აქ, არამედ დაიბადება ზეციურ, ასე ვთქვათ, სამფლობელოში, რის შემდეგაც შემდგომი დაბადების გარეშე პირდაპირ აღწევს გათავისუფლებას, ანუ სამსარად, ანუ ნირვანას, ხო? და ბოლოს ანუ გასხივოსნების უმაღლეს ფორმას ეწოდება არჰატი, რომელიც შეიძლება ვთარგმნოთ როგორც ღირსეული, რომელიც ნირვანაში სიკვდილისთანავე გადადის, როგორც თავად ისტორიული ბუდას შემთხვევაში. საერთოდ, როდესაც ბუდაზე ვსაუბრობთ, ანუ მაჰაიანა ლოტოს სუტრა გვეუბნება, რომ სინამდვილეში ბუდას გასხივოსნებისთვის არ მიუღწევია საერთოდ, რადგან ის ყოველთვის გასხივოსნებული იყო და არის და მარად იქნება ჩვენთან, ანუ ის არტოვებს, ანუ ამ სამყაროს, ის უბრალოდ არის დაფარული ჩვენგან და ამიტომ ის ბიოგრაფია, რაც გადმოცემული არის ადრეულ სუტრებში, ადრეულ ტრადიციაში, არის ის, რაც მან უბრალოდ მოგვაჩვენა ჩვენ, რომ დაგვანახა უბრალოდ გზა, როგორ მიაღწია თვითონ, რაც ესე იგი სინამდვილეში არ ყოფილა მისი მხრიდან მიღწევა, რადგან ის, როგორც თქვი, არის მუდამ გასხივოსნებული და მას არ ჭირდება, ასე ვთქვათ, რაიმე მიღწევა. ადამიანის იმის მიხედვით დაუშვათ თუ რომელი ვერსიის წამს, ანუ ძველი ბუდიზმის თუ ახალი ბუდიზმის, მაგის მიხედვით ირჩევს ხო ტრადიციას და რაც მის, ასე ვთქვათ, სოფხედველობასთან უფრო ახლოს არის, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ძნელია საერთოდ ვინმე თქვას, რომ ცა ბუდა გარდაიცვალა, საერთოდ რა მდგომარეობას მიაღწია, ხო ეს ესეთი ფორმით, ანუ დაუდგენელი არის, ხო? კიდევ ერთი საკითხი, ანუ რაც ტრადიციულ ბუდიზმში განიხილება არის ის, შეუძლია თუ არა საერო პირს გასხივოსნების მიღწევა, ხო? თუ აუცილებელია, რომ იგი, ან თქვათ, ბერათან მონაზვნად ეკურთხოს და ამის შემდგომ მიაღწიოს. ამასთან დაკავშირებით არსებობს ერთი ისტორია, კაცზე, რომელსაც ჩიტა ეწოდება, რომელიც იყო ბუდას მოსწავლე, მეოჯახი ადამიანი. და ეს ისტორია დადებითად ცემს ამ შეკითხვას პასუხს, რომ კი შესაძლებელია საერო პირმაც მიაღწიოს, ოღონდ აღნიშნულია, რომ საერო პირს შეუძლია მხოლოდ გასხივოსნების პირველ 3 სტადიას მიაღწიოს, რომელსაც აღარ დამბრუნებელი ეწოდება, ანუ მესამე სტადიამდე, ხოლო თუ საერო პირი მიაღწევს გასხივოსნების საბოლოო სტადიას და გახდება არჰატი, მაშინ 7 დღის განმავლობაში უნდა აღიკვეცოს ბერად, ან უნდა გარდაიცვალოს. ამაში იგულისხმება, რომ საერო პირის სხეული არ არის ისეთ დონეზე მზად, იმისთვის მზად, რომ ითვირთოს სულიერი გასხივოსნების ეს მეოთხე სტადია, ანუ არჰატობა. საერო პირების საკითხის პარალელურად ბუდიზმში არსებობს, ანუ ქალების გასხივოსნების საკითხიც და არის ერთ-ერთი ისტორია, მაგალითად, როდესაც ბუდას მოსწავლე, ანუ ანანდა ეკითხება ბუდას, ანუ ქალებთან დაკავშირებით, ანუ შეიძლება თუ არა ისინი მათ კომუნაში იყვნენ მიღებული, ანუ ასე ვთქვათ, სამონასტრო საზოგადოებაში და შეუძლიათ თუ არა მათ გასხივოსნების მიღწევა, რაზეც ბუდას პასუხი არის, ანუ დადებითი და ამიტომ არის ესეთი ისტორიებიც, სადაც მონაზვნებს შორისაც არიან ისეთებიც, რომლებიც აღწევენ არჰატის, ანუ უმაღლესი გასხივოსნების მდგომარეობას, ხო? და ამ ისტორიებში ასევე არის ისეთიც, სადაც აი ამ ქალებს ეს ქალები გადიან გარკვეულ გამოცდას, რაღაც ასე ვთქვათ, გამოწვევა არის, ასე ვთქვათ, სულიერ გზაზე, რომ ამ გამოცდას
მათ უწყობს სურვილების ღვთაება მარა, რომელიც ცდილობს რომ აცდუნოს ეს ქალები, მათში აღძრას გარკვეული სხეულებრივი, ასე ვთქვათ, სურვილები, რომ დააბრკოლოს ისინი, რაზეც ეს ქალები ცემენ საკმაოდ ისე ჭკვიანურ და თავდაჯერებულ პასუხებს და იქ არის ეგეთი აღნიშვნა არის, რომ ქალებსაც კი შეუძლიათ, რომ ესე ვთქვათ, სიმტკიცე გამოიჩინონ, ვთქვათ, ამ სულიერი, ასე ვთქვათ, გასხივოსნების გზაზე. თუმცა, როგორც ვთქვათ, თავიდანვე აღვნიშნე, ყველა ტრადიცია და ყველა დროის ტექსტი, ესე ერთგვაროვნად არ უყურებს ამ საკითხს, ხდება ისეთი მომენტებიც, სადაც წერია, რომ ქალი ჯერ უნდა დაიბადოს მამაკაცად და მერე შეუძლია, რომ მიაღწიოს გასხივოსნებას, ხო? მაგალითად, ისევ პუნდარიკა სუტრაში არის ეგეთი თემა განხილული ბუდას ცოლთან და მის დედინაცოლთან დაკავშირებით. ასევე, რაც ჩემთვისაც ყველაზე საინტერესო არის გასხივოსნებასთან დაკავშირებით, ეს არის, რომ მას მიიჩნევენ ისეთ მდგომარეობად, რომლის აღწერაც არის შეუძლებელი. სიტყვიერად მისი აღწერა არის შეუძლებელი და მიუხედავად ამისა, უამრავ ტექსტში ვხვდებით მცდელობას, რომ ეს მდგომარეობა იყოს აღწერილი. ეს ერთგვარად პარადოქსია, გროვდება მოძღვრება, რომელიც აღწერს იმას, რომ აღწერა შეუძლებელი არის, ხო? და აღწერილი არის, მხოლოდ რაღაც ნეგატიური თვალსაზრისით, რომ ეს არ არის გასხივოსნება, ეს არ არის გასხივოსნება. ასე ვთქვათ, რომ ის აზრები გააქროს, ხო? მაგალითად, ესეთი აღწერა გადმოცემული არის ასევე ძალიან ცნობილ მაჰაიანა სუტრაში, პრინციპში ალმასის სუტრაში, რომელიც გარკვეული თვალსაზრისით, ესე იგი, აღუწერელს უწოდებს ასე ვთქვათ, მდგომარეობას და მიუხედავად ამისა, ვიღებთ რაღაც საბოლოო ჯამში ვრცელ აღწერას ამ დოქტრინის, ნეგატიური დოქტრინის შესახებ. ხო, საბოლოოდ ესე ბუდიზმში არსებობს ესეთი მოწოდება, რაც ასევე ძალიან ღირებული არის და აზროვნების თვალსაზრისით, რომ შენ უნდა გახვიდე სიტყვების მიღმა, გახვიდე დოქტრინის მიღმა. ეს პრინციპში იოგაშიც არის ეგეთი მინიშნებები და ასე ვთქვათ, ამ მოწოდებას აქვს ძალიან, ასე ვთქვათ, მიუხედავად ამისა, რომ სიტყვების მიღმა უნდა გახვიდე, მაინც ვრცელი დოქტრინა უდევს საფუძვლად, ხო, ეს არის მთელი მოძღვრება იმის შესახებ, როგორ გახვიდე მოძღვრების გარეთ. ამიტომ ახსნას ხშირად აქვს მხოლოდ ნეგაციის, ერთგვარი უარყოფის ფორმა, რომ მან უარყოს, მხოლოდ უარყოს ადამიანური წარმოდგენები იმაზე, თუ რა გონია მას, რო გონია, რომ უკვე მიაღწია თუ რა არის, თქვათ, გასხივოსნება და აქვე აღმოაჩინოს, რომ არა, ეს არ არის, რადგან ეს აზრით არის წლომილი, ხო? ბუდას პრინციპში ის მოსწავლეები, რომლებმაც ეს საინტერესო მოვლენა არის, რომ ბუდას მოსწავლეები, რომლებმაც მიაღწიეს უმაღლეს მდგომარეობას, მაგალითად შარიპუტრა, მაგალითად და შუბჰუთი, რომლებიც გვხვდებიან შემდგომ უკვე ახალ სუტრებში, მაჰაიანა სუტრებში, ბუდიზმის ეს ახალი სუტრების პერსონაჟებად გვევლინებიან და ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ მაჰაიანას, ეს ახალი ტრადიცია, ძველი პერსონაჟების ახლებურ გადააზრებას გვთავაზობს იმისთვის, რომ თავისი ტრადიციის უპირატესობა დაამტკიცოს. მართლაც აქ ალმასის სუტრაში ბუდას მოსწავლეები, რომლებიც ძველი ტრადიციის მიხედვით უკვე არხატები გახდნენ და უკვე გააცნობიერეს რეალობა, ბუდას ეკითხებიან რეალობის ბუნების შესახებ. თითქოს მაინც ვერ გაეგოთ, რაში მდგომარეობს ეს უკანასკნელი, რაზეც ბუდას მხოლოდ ნეგატიურ აღწერას იღებენ. მაგალითად ვთქვათ, ეს გონია რეალობა, არ არის ეს რეალობა. და ასე შემდეგ, ხო, ეს უარყოფის გზა არის. ეს საკითხიც, მოკლედ, გასხივოსნებაზეც არის, რომ ახალ ბუდიზმში ის, ვინც უკვე მიაღწიეს გასხივოსნებას, ისინი რაღაცნაირად თითქოს კიდე კითხვის ნიშნის ქვეშ არიან და რაღაც ბოთქისატყვის პრინციპში არის, ეს ყველაფერი გადასული.
თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბუდიზმში გასხივოსნების აღწერის დადებითი მცდელობები არ არსებობს, ან არ არსებობს, ხო? ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აღწერა არის ტათაგატა გარბხაში გვხვდება, აქ ბუდა საუბრობს თუ რა არის უმეცრება, იგი ამბობს, რომ უმეცრება ის არის, როდესაც ტკივილის მომტან და წარმავალ საგნებში ვხედავთ სიამოვნებასა და მუდმივს, მარადიულს, ხოლო სიცარიელეში კი საკუთარ მეს ვხედავთ. აი ეს არის უმეცრება. თუმცა მაჰაენა სუტრები ამბობენ, რომ ბუდას ნამდვილი ბუნება არის მშვენიერება, მარადისობა, ნეტარება და იგი არის საკუთარი მეს მქონე, ბუდას ბუნება, ბუდას ბუნება როგორც მე, რომელსაც ახასიათებს ბუდას ბუნება. რით არის ეს საინტერესო, იმიტომ რომ ასეთი პოზიტიური აღწერა, რომ ბუდას ეს ბუნება ყველა ცოცხალ არსებაში არის და რომ მას მე გააჩნია, მეს ბუნება გააჩნია, ეწინააღმდეგება სხვა ბუდისტურ შეხედულებებს, რომლებიც არამეს, სიცარიელის კონცეფციაზე არიან აგებულები. ესეთი წინააღმდეგობები ბუდიზმში არის. ისე კი მაგალითად გულის სუტრაშია გადმოცემული მოწოდება, რომ ყველა ცოცხალი არსების მიმართ თანაგრძნობა უნდა გქონდეს. ოღონდ ეს თანაგრძნობა, ამ თანაგრძნობის მიზანი არის კონცენტრაციის განვითარება. შენ, როდესაც მოგიწოდებენ, რომ განავითარო თანაგრძნობა ყველა ცოცხალი არსების მიმართ, ეს არის მხოლოდ იმისთვის, რომ შენი კონცენტრაცია განვითარდეს. რატომ? იმიტომ რომ სინამდვილეში არავითარი ცოცხალი არსებები არ არსებობენ და ყოველივე ეს ილუზია არის. აქ ილუზია არის ასევე გათავისუფლებაც და თავად ბუდას მოძღვრებაც კი. ამიტომ ეს სუტრა, გულის სუტრა არის ძალიან საინტერესო თავის მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ არის ალბათ ყველაზე პატარა სუტრა. კიდევ ერთი ფაქტორი გასხივოსნების გზაზე ბუდიზმში არის სექსუალური ხასიათის რიტუალები, განსაკუთრებით ეს ეხება და შეინიშნება ინდურ და ტიბეტურ ბუდიზმში. გამოსახულება, რომელზეც მოცემული არის ბუდა თავის მეუღლესთან ერთად სექსუალური აქტის პროცესში, თავად გასხივოსნების სიმბოლოა, მაგრამ სიმბოლიზმის მიღმა ეს არის, ასე ვთქვათ, ნამდვილი რიტუალების ნაწილი, ხო? მაგალითად, ტიბეტურ ბუდიზმში, სადაც სექსუალური აქტი თავად არის გასხივოსნების ნაწილი, როგორც ასეთი, ვთქვათ, შეგვიძლია დავასახელოთ, რაც მე შემოხვედრია ტექსტებში, მაგალითად ტიბეტური სექტა გელუკ, რომელშიც არის ასევე სექსუალური ხასიათის რიტუალები, რომლის ცნობილი წარმომადგენელიც არის დალაი ლამა მე-14. რაც შეეხება ბუდიზმს, ძენ ბუდიზმს უпростоრად, იგი ხშირად გამოირჩევა ორიგინალური მიდგომებით და რას ამბობს ერთ-ერთი ძენ ბუდისტი, ცნობილი ბერი, შენ ჰუ გასხივოსნების იდეაზე, იგი ამბობს, რომ გასხივოსნების იდეაზე საერთოდ არ უნდა ვიყოთ მიჯაჭვული, როგორც ვთქვათ, რაღაც ორიენტირზე და არ უნდა აიძულო გონება, რომ იყოს რაღაც ერთ ობიექტზე კონცენტრირებული, ვინაიდან ფაქტობრივად გონება საერთოდ არსად არ მყოფობს. რამდენადაც ის არც არსებობს. შესაბამისად, კონცენტრაციაც არის, ასე ვთქვათ, საერთოდ არასაჭირო რამ, რამდენადაც უბრალოდ ამ ილუზიას ემსახურება. გონების ასეთი ფორმით არსებობის ილუზიას ამყარებს. კიდევ ერთი ყურადსაღები მოსაზრება ეკუთვნის იაპონელ ბერს, ეს არის ნიჩერენს, რომლის აზრითაც ამ გასხივოსნებისთვის უმაღლესი საშუალება არის ისევ და ისევ ლოტოსის სუტრის, ამ ტექსტის, ამ მოძღვრების თაყვანისცემა. და მართლაც თვითონ ლოტოსის სუტრაში არის მოყვანილი, თქვათ, ის დამსახურებები, თუ ვის უნდა მიენიჭოს, ასე ვთქვათ, გასხივოსნები, ვინ იმსახურებს გათავისუფლებას და თქვათ, იქ არის მაგალითად, ვინც ააგო დაუშვათ ტაძრები, დაუშვათ ბუდასთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხვდებით კიდევ უფრო საინტერესო, შეიძლება უცნაურ შეხედულებასაც, რომ როდესაც ბუდიზმში ჩვენი ეპოქა, დღევანდელობა
განიხილება ერთგვარად როგორც რაღაც დაცემის ეპოქად და ამიტომ ამიტაბჰა ბუდა, ანუ ვინც მას მიმართავს, ის თვითონ მოუხმობს მიმდევრებს, ანუ თავისთან. ოღონდ მიიჩნევა, რომ მისი მოხმობის გარეშე გასხივოსნების მცდელობა არათუ წარუმატებელი იქნება, არამედ საერთოდ საზიანოდაც შეიძლება იყოს მიჩნეული. ხო, ანუ აქ არა მარტო იმაზეა საუბარი, რომ რამდენად მიზანშეწონილია აი გარკვეული სულიერი პრაქტიკები, არამედ საერთოდ განსხვავებულ შეხედულებას მაწყდებით. და ბოლოს მინდა რომ უფრო რაღაც ასე ვთქვათ პოეტური ფორმით დავასრულო ეს ვიდეო და მოვიყვანო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბუდისტი ბერის და პოეტის შანტიდევას პოეტური შინაარსი, რომელიც პრინციპში აი მდგომარეობას აღწერს, რომელიც ასე ვთქვათ უფრო გრძნობადი სახით არის გადმოცემული და შესაძლებელი არის, რომ ჩვენ არ არის აუცილებელი, რომ სხვა მიდგომები ვეძებოთ ბუდიზმის არსის დაუშვათ გასაგებად, მაგრამ სანამ ამ ტექსტიდან რაღაც ამონარიც გადმოცემდე, უბრალოდ ერთ რაღაცას გაუსვა მხარს, რომ ესე იგი მთლიანობაში, ანუ ბუდისტური ცხოვრების წესი არის ორიენტირებული იმაზე, რომ ადამიანმა აკეთოს სიკეთე, რასაც მოყვება წყალობა ბედნიერების სახით და ადამიანი თავისუფლდება და აგროვებს აი ამ ასე ვთქვათ დადებით კარმას. ოღონდ შემდგომ უკვე ეს კარმა, ეს პოზიტიური კარმა შეიძლება უბრალოდ ან ისევ გაანადგუროს, ან აგრესიით და ესე ვთქვათ უარყოფითი ემოციებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, შეიძლება ან გაფლანგოს შეასუსტოს, ასე ვთქვათ ზედაპირული ბედნიერებით და ვთქვათ ისეთი ცხოვრებით, მაგრამ ასევე რაც ყველაზე უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანია, შესაძლებელია ეს მიმართოს იმისთვის, რომ რაღაცა მიზანს მიუძღვნას. ესე იგი ამ გზით იქრება ერთგვარი წრე, რომ ჩვენ ვიღებთ რაღაც ანუ წყალობას, რომელსაც რაც ასე ვთქვათ თავად გამოვიწვიეთ პრინციპში და ამ მიღებულს კვლავ რაღაც ამაღლებულ მიზანზე მივმართავთ. ეს წრე პრინციპში მარადიულია და ასეთი ამაღლებულ მიზანს წარმოადგენს ბუდიზმში ის, რომ ყველა ცოცხალი არსების საყოველთაო ბედნიერებისკენ ისწრაფოდეს ადამიანი და იმისკენ, რომ შევამსუბუქოთ ტანჯვა მთლიანად ამ სამყაროში. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რა გაცნობიერებამდეც მიდის ადამიანი და აქ არის ესე ვთქვათ ეს მექანიზმი კიდევ ერთხელ რომ დავინახოთ, აქ არ არის ის რომ მარტო მე მივიღე რაღაც, არამედ აქ არის ის მომენტი, რომ ის რაც მე მივიღე, ამის არ დაკარგვა დაკავშირებულია იმასთან, რომ ეს ისევ გავცე უსასრულოდ, როგორც უსასრულო ციკლში და უსასრულო ამ წრეში, ხო? და ისინი, ვინც ჩვენი სამყაროს ნებისმიერ კუთხე-კუნჭულში იტანჯებიან ფიზიკურად თუ სულიერად და მოიპოვონ ზღვა სიხარულისა და ბედნიერებისა და ეს იყოს ჩემი წყალობის წვლილი ამ საქმეში. და აღარასდროს დაეკარგოთ ეს ბედნიერება და სიხარული და უწყვეტი კურთხევა ქონოდეთ მათ და ჯოჯოხეთის ყველა არსება მოიპოვოს სიმშვიდე და მიაღწიოს აღთქმულ მიწას. და ისინი, ვისაც ცივად გათბნენ და ისინი, ვინც სიცხისგან იწვიან, გრილი ნაკადულით გაგრილდნენ და წითელი ლოტოსის წვიმამ და სურნელოვანმა წყალმა ჩააქროს ჯოჯოხეთის ცეცხლი. მოდით, ჩემო მეგობრებო, აღარ გქონდეთ შიში და ამ ძალით გამქრალი ტანჯვა აღარ აღმოცენდება, მის ნაცვლად კი აღმოცენდეს სიხარული, რომელიც გადაფარავს მას და აინთება თანაგრძნობა, რომელიც იხსნის ყოველ ცოცხალ არსებას. შეხედეთ მას, მის ტერფებთან ქედს იხრის ათასობით ღმერთის გვირგვინი, ხოლო მის თვალზე კი თანაგრძნობის ცრემლია. მას თავს აწვიმს ზეციური ყვავილები,
საიდანაც ისმის ქალღმერთების სიმღერა. და ეს ცხოველებსაც აღარ ეშინოდეთ, რომ იქნებიან შეჭმულნი და მშიერმა აჩრდილებმა მოიპოვონ შიმშილისგან გათავისუფლება. და ადამიანებს ჰქონდეთ ყველაფერი, ჩასაცმელი, საჭმელი, სასმელი, მორთულობები და ყველაფერი საჭირო მათი არსებობისთვის. და მათ აღარ ეშინოდეთ, ვისაც ეშინიათ და მწუხარება სიხარულად იქცეს და მღელვარება სიმშვიდეთ. და ყველაში აღიძრა სულიერი გამოღვიძების სურვილი და ყველას დაეძლიოს სურვილის ღვთაება. მარა და დიდხანს იცოცხლოს ყველა ცოცხალმა არსებამ, იყვნენ მარადიულ ბედნიერებაში და სიტყვა სიკვდილიც კი სამუდამოდ გაქრეს.